ფიქრობს, რომ გაბუტული ხართ, ფიქრობს, რომ გული გატკინათ და ამავდროულად ურთიერთობიდან წავიდა, ფიქრობს, რომ არასწორი ნაბიჯი გააკეთა და უნდა აიღო მეტი პასუხისგებლობა და უფრო მეტად უნდა დაენახებინა თქვენთვის, როგორი ღირებული ხართ მისთვის, როგორი ძვირფასი ხართ და ამავდროულად ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან თვითგმარი ხართ, ძალიან სრულყოფილი ქალბატონი ხართ, ან მამაკაცი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა და თქვენ მეც იმსახურებდით და არა ლაჩრულად მოგცევას ხო გაქცევას ურთიერთობიდან. ფიქრობს, რომ არ უნდა ეიჭვიანა და ამიჭვიანობის ფონზე არ უნდა დაენგრია ურთიერთობა და არ უნდა აბარგულიყო თავისი გუდანაბადით და არ უნდა წასულიყო ურთიერთობიდან. ამავდროულად ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი ფიქრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ყოველთვის 24/7-ზე ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და ფიქრობს იმაზე, რომ კიდევ გადმოდგას ნაბიჯი, კიდევ დაგანახოთ თავისი ღირებულება თქვენთან ურთიერთობაში და ამავდროულად ფიქრობს იმაზე, რომ მეტი მამაკაცრობა, მეტი სიძლიერე გამოავლინოს ამ ურთიერთობაში ან ქალურობა, ხო? ასევე ფიქრობს მოგწეროთ სოციალურ ქსელში დაგეკონტაქტოთ ან დაგიკომენტაროთ სადმე და ეს იყოს მისი მაჩვენებელი ბიძგი იმისა, რომ კიდევ აინტერესებთ და კიდევ მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. თუ თქვენთვის ხელი არ უთხოვია ამ ადამიანს, ასევე საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ დროა უკვე სერიოზული ნაბიჯი გააკეთოს და შემოგთავაზოთ დაოჯახება და საზოგადოებაში გარე სივრცეში გთხოვთ დაოჯახება და ფიქრობს დაოჯახების თემატიკაზე. ძალიან ეჭვიანობს, მის ფიქრებში არის მუდმივი ეჭვიანობა, რომ ვიღაცა თქვენს თავს მოპარავს, ვიღაცა თქვენს თავს წაართმევს და ასევე ფიქრობს იმაზე, რომ უფრო მეც იმსახურებთ და არ უნდა აყოლო და იმჭორებს და იმ მითქმა-მოთქმებს, რაც საზოგადოებაში შეიქმნა და თქვენ უფრო მეტ ღირსეულ ქმედებას იმსახურებთ მისი კუთხიდან, ხო, მისი გადმოსახედიდან. ასევე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძლიერი, დამოუკიდებელი, დომინანტი ქალბატონი ან მამაკაცი, რომელიც ყველაფერს შეეძლებს და თავის ცხოვრებას ისეთ შექმნის, როგორიც მას სურს, ამიტომ მას უნდა რომ თქვენთან ერთად შექმნას ის ღირებულებები და ის ღირსეული ცხოვრება, რაც აქამდე არ მოუნიჭებია თქვენთვის და ერთად იაროთ ცხოვრების სავალ გზაზე და შექმნათ რეალური ურთიერთობა და არა რაღაც მოჩვენებითი ილუზორული ურთიერთობა. ფიქრობს, რომ ხართ ძალიან ლამაზი, ძალიან მიმზიდველი და ამავდროულად ფიქრობს, რომ მოგაყენათ ძალიან დიდი ტკივილი და ამ ტკივილის ფონზე თქვენ უფრო გალამაზდით, თქვენ უფრო გაიფურჩქნეთ, უფრო მეტად ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და რეალურად მისი ბრალია ამ ურთიერთობის დასრულება და ამ ურთიერთობაში იმ ტკივილის შემოტანა, რაც შემოიტანა. საუბრობს იმაზე, რომ თქვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე შეიძლება დასრულებული იყოს, ან დისტანციაზე იყოთ, პაუზა ამოკლეთ ამ ურთიერთობაში და ფიქრობს, რომ ეს პაუზა უნდა დასრულდეს და აღდგეს თქვენი ურთიერთობა და მოვიდეს თქვენამდე, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ცხოვრების თანამგზავრი და მისი არჩევანი, ხო? შეუძლებელია თქვენგან წავიდეს, უბრალოდ აქ იყო, როგორც გითხარით, ჭორები, მითქმა-მოთქმები და ამ ყველაფერს აყვა ეს ადამიანი. ძალიან ბევრს ფიქრობს ნაბიჯებზე, თქვენ სილამაზეზე, თქვენთან მოსვლაზე და ურთიერთობის აღდგენაზე. წარმატებები.